სახელითა მამისათა და-ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის რასაც მოგვივლენს ჩვენ წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი თავის სინანულს იწყებს მიწყალე მეხმერთო დიდითა მოწყალებითა შევითა მართლაც ადამიანი ცოდვილია ყოველი ადამიანი ეცემა არ არის კაცი რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს რა არის ცოდვა და რატომა ასე დამონებული ადამიანი ამ ცოდვებისაგან ადამიანი არის ხატება ღვთისა მაგრამ დაეცა და უნდა ადგეს ამ ცოდვებისაგან და რუსული გამოთქმა არის სწოდავ მოინანიე და მოემზადე სასუფეველისათვის არ არსებობს ისეთი ცოდვა რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულს და ღვთის წყალობას და ამისი მრავალი მაგალითი არის როგორც ტყვეს ისე იპყრობს ცოდვა ადამიანს მაგრამ ღმერთი უფრო ძლიერია და ღმერთი ეხმარება ადამიანს აი ეს ერთმანეთისადმი დაახლოება უნდა მოხდეს ადამიანის გონებაში და ადამიანის გულში ღმერთის და ადამიანის სინერგია მრავალი მაგალითი არსებობს სინანულისა წმინდა პავლე მოციქული ამბობს ცოდვილთაგან პირველი მე ვარო მე ვფიქრობ რომ არც ერთი ჩვენთაგანი ვერ იტყოდა ამას რომ ცოდვილთა შორის პირველი მე ვარო და ეს დიდი მოღვაწე რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ცხოვრება შესწირა უფალს და მოწამეობრივად აღესრულა თქვენ იცით მას მოჰკვეთეს თავი პავლე მოციქულს ის ამბობს რომ ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ ისაც უნდა გვახსოვდეს რომ ცოდვა სახს ისეთი თვისება რომელიც ვერ მთავრდება ვერ კმაყოფილდება ერთი ჩადენილი ცოდვით გააჩნია ასეთი ჯაჭვური რეაქცია თვისება ერთ ცოდვას ჩაიდენს იმას მოსდევს მეორე მესამე და მისი მაგალითი მრავალია წმინდანების ცხოვრებაშიც კი აი ასეთი ჯაჭვური რეაქცია აქვს ცოდვას და დიდება უფალს და მადლობა უფალს რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მადლსა
დაუმსახურებლად გვაძლევს მადლსა, რომელიც არის კურნალი, ცოდვილთა მკურნალი და ნაკლებად აღმავსებელი. მე მინდა თქვა, რომ ყოველი ჩვენთაგანი განიცდის აი ამ ზეწოლას, ამ ცოდვების ზეწოლას. განსაკუთრებით ამ პარტავნება სტანჯავს ქართველ ადამიანს. ხორციელი ვნებები მეტად მძიმედ გვაწევს ჩვენ, მაგრამ ღმერთი ძლიერია და ჩვენ განვიკურნებით ლოცვითა წმინდათა მამათა და დედათა. მე ახსენდება ის დღეები, როცა პირველად შევდექი საპატრიარქო სამსახურს მოღვაწეობას და ჩემთან მოვიდა ერთი გამოცდილი სასულიერო პირი და მითხრა მე, რომ ეს მეტად მძიმეაო ჯვარი შენიო, ამიტომ ილოცე მეფეებისთვის, საქართველოს მეფეებისთვის, პატრიარქებისთვის და ისინი შეგეწევიან შენო. და აი დღეს, როცა ჩვენ ვართ დამთქმულნი, დამძიმებული ცოდვებით, მე მინდა მოგცეთ ეს ლოცვა კურთხევა თქვენცა, რომ ყოველ დღე სახლში წაიკითხოთ მეფეების და დედოფლების და პატრიარქების სახელი. მოიხსენეთ და ისინი მოგიხსენებენ თქვენ. იმათი ლოცვა გაამთლიანებს საქართველოს. წყალობა და მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ჩვენთან არსებობს